ჩემო ღერელებო, ჩვენ ახლა ძალიან საინტერესო ადგილას მოვედით, სადაც თქვენც გირჩევთ რომ მოხვიდეთ და ახლა განახებთ რა მაგარი ადგილია რა. აი აქ მოცემულია საქართველოს სხვადასხვა კუთხეების ბარელიეფური გამოსახულება, როგორც ხელოვნების ნიმუში. და აი ეს კონკრეტული კუთხე არის, აი ნახეთ რა წერია აქ. აი ამოგვეთილეთ. სოფიო ყულოშვილი, ჩვენი ჰერეთის ქალთა სკოლა გიმნაზიის დამაარსებელი, მასწავლებელი. ნინო უთიაშვილი მისი დამაარსებელი. მოსე ჯანაშვილი ჩვენი სახელოვანი მეცნიერი. მიხეილ ყულოშვილი ჩვენი მოდელი და წმინდანი. დიმიტრი ჯანაშვილი ასე მღვდელი და საზოგადო მოღვაწე. ივანე ბულუღაშვილი ჩვენთან ქრისტიანობის აღმდგენელი და აი ეს თლიანობაში, აი ეს მოცემულობა ჰერეთის თავისი ეკლესიებით, აი ეს კახის წმინდა გიორგის ეკლესია. ეს მეშაბაშის ეკლესია. ეს ქურმუხის დიდსაყდარი ჩვენი. ეს ქოთოქლოს ეკლესია. ეს ალიბეგლოს ეკლესია სამხრეთ აღმოსავლეთი მხრიდან გადაღებული კი არის, გამოკვეთილი ესე ვთქვათ. და ყველას გირჩევთ აი აქ მოხვიდეთ და ან რაღაც სხვა ფორმით ნახოთ აქ არამხოლოდ ჰერეთია, საქართველოს სხვა კუთხეებია წარმოდგენილი თავისი ცნობილი საზოგადო მოღვაწეებითა და მათ მიერ შექმნილი და მათი წინაპრების მიერ შექმნილი ისტორიულ-კულტურული მნიშვნელობის ძეგლებით. და მოდით ჩვენ 1-2 სიტყვით გავესაუბროთ ბატონ გიორგი გიგაურს, რომელიც ერთ-ერთი თანაავტორია ამ ხელოვნებისა, ხეზეკვეთის ხელოვნებაზე მაქვს საუბარი და ბატონ გიორგი, თქვენ ეს შექმნით, მოდი 1-2 სიტყვით გითხარით თქვენი განცდა რაც შექმნით, მოკლედ რო ვთქვათ და მე 1-2 კითხვას მე დაგისვამ. ბატონო. საქართველოს კუთხეებიდან ყველა საინტერესოა, ყველა აქვს თავისი დიდი მოღვაწეები. ბასკებში მოიხსენიება კახისის და ეს არის ძალიან ძველი ტოპონიმი, ზესტაყვანისების და ძალიან ძველი. მოდი აი უშუალოდ აი ამ ნამუშევარზე რო ვისაუბროთ. ხო, აი აქ მოკლედ განსაკუთრებით იცი რა მაინტერესებს? აი ხელოვნების ტექნიკა რა გამოიყენეთ, აი როგორ იმუშავეთ, აი ჯერ პირველ რიგში იქნება ესკიზი იქნება და მე ვიწყებთ ბარელიეფების ამოკვეთას რა. თქვენ ხავთ მოსწავლეები. კი ბატონო. აი ჩემო ჰერელებო, ჩემო ძვირფასებო, თქვენ შეგიძლიათ თქვენი შვილები გამოგზავნოთ და ისწავლიან ხეზეკვეთას, ოღონდ ხეზეკვეთას უბრალოდ სამუშაოდ კი არა, როგორც ხელოვნებას. თანაც უფასოდ. აი უფასოდ ისწავლიან ამ ყველაფერს და გამოგადგება ცხოვრებაში, არა მხოლოდ ჯერ ხო საქმეში როგორც ხელოვანს გამოგადგებათ და სხვანაირადაც თუ ბიჭიერი კაცი ხარ, კომერციულადაც შეგიძლია გამოიყენო აი ეს ცოდნა. ასე ეთნოგრაფიულადაც რაღაცებს გავაცვლოთ, ვასწავლოთ. მაგალითად კახი ცნობილია, მაგალითად ქაწითელი სამშობლო ესეა ცნობილი. ხო, აი შევნიშნე წერალ ბატონ ზადასთან ზედაშეს კულტურას როცა მათვალიერებინებ და სხვადასხვა კუთხეებს სხვადასხვა გაფორმება აქვს და ჰერეთზე ვაზი შევნიშნე ქაწითელი სამშობლო ესეა. ზედაშეებიც იქაც იყო ჩვეულებრივ ჰერეთში მეც როგორც კახი. კი, დადაშას ეძახიან. კი, დადაშას და ზედაშე მოკლედ ეს იყო საგვარეულოს დასავლეთში იყო, ღვინო იყო, წმინდა ღვინო იყო, საფრთხო ღვინო იყო მოკლედ რა. და ეს მოდიოდა და აქ გვაქვს მოცემულობა სხვადასხვა იმები და ეს კიდობნების მივანიშნეთ, რომ კიდობნებში რო ინახავდნენ მოკლედ, როდესაც მოხდა ისტორიული ის, რომ წმინდა ხატებს და იმას კიდობნებში ინახავდა. ანუ ჩვენი ეთნოგრაფიაც, კულტურაც და ჩვენი საზოგადო მოღვაწეები ერთ სივრცეში წარმოდგენილ. და ეხლა კიდე ერთი რაღაცა გითხო რა, ეგ გამოსახულია სახეები ადამიანების და გამოსახულია ასევე
ორგანზომილებიანი, უბრალოდ სამგანზომილებიანი, იმიტომ რომ ბარელიეფია და აი ეს ფიგურები მუშაობაში, აი რა განსხვავებაა სახეებს როგორ ქმნით და აი დანარჩენი ფოტოების სილაშობთ, რა ძირითადად ისტორიული ფოტოები რაც არის, იქიდან ვცდილობთ რომ სახასიათო ისინი გადმოვცეთ. ალბათ სხვადასხვა დონის ტექნიკა უნდა, ხო? ეხლა მოსწავლეს შეუძლია პირდაპირ ეს გააკეთოს. პირველად ეხლა მოსწავლეს გააჩნია და იმის ნიჭს გააჩნია რა. ჯერ მარტივ რაღაცას მე გადავდივართ იმაზე. ხატვის ნიჭი ცოტა უნდა ჰქონდეს მაინც რომ ესე იგი როდესაც მოსწავლეს იღებენ ხატვის ნიჭით იწყება შეფასება რა და კიდევ რას აფასებთ აი თქვათ მოვიდა აი ჰერელი შრომის მოყარე უნდა იყოს პასუხისმგებლობა უნდა ჰქონდეს შრომის მოყარე რომ არ იაროს რომ მოკლედ რა ესე იგი პირველი საჭიროა ხატვის ნიჭი მეორე საჭიროა თითები უნდა უმუშაობდეს თუ ხელები არ გაქვთ ვერ იმას მესამე პასუხისმგებლობის გრძნობა მაგის გარეშე არ არსებობს არანაირი პროფესია მარტო ხეზეკვეთა კი არა არაფერი არ არსებობს მაგის გარეშე მარტო TikTok-ის ასკროლვაა შესაძლებელი და ისწავლე და ასწავლე ჩვენთან ეკონცეთ ესე იგი ვისაც ასწავლე იმანს და ასწავლოს ხოლმე გადასცეს ერთადერთი პირობა რაც არის ის არის რომ ასწავლეს სხვას ეს ხელშეკრულებაში არის ეს ლაზეთია ესე იგი აი ესეთ საინტერესო ხელოვნებას დაეუფლებით ჩემო ახალგაზრდა ჰერელებო თუ აქ მოგბრძანდებით ხოლო უფროსი თაობის ხალხი თუ მოგბრძანდებით აი ამ ჩვენს ჰერეთის თელ ეთნოგრაფიას კულტურას სასულიერო კულტურას მოღვაწეებს ჰერელების მიერ შექმნილ ისტორიულ პროდუქტებს აი ყველაფერს ერთ ფრაგმენტში ნახავთ. და ეს განთავსებული ხო ერთ სივრცეში ნახავთ ეს განთავსებულია მთლიან სივრცეში სადაც საქართველოს სხვადასხვა კუთხეა წარმოდგენილი ჰერეთი დღეს აზერბაიჯანის შემადგენლობაშია მისი ისტორიული კულტურა კი ქართული ნიმუშებით არის გამორჩეული და აი აქ ხედავთ ჩვენ ყველაფერს ეს ყველაფერი გადმოტანილია შესაბამისი სამეცნიერო ლიტერატურის საფუძველზე სტილი ამას თან აკადემიური თან ცოტა ეთნოგრაფიული ესეთი სტილი გაგვაჩნია ეს ნაკეთები და თავიდან აი ეს ძირითადად გავაკეთე და დამებადა მიდია რომ ესე გამოწყობა გავიწევთ ასე რომ ჩემო ერელებო გიჩვენთ აი აქ მოგბრძანდეთ და ძალიან საინტერესო რაღაცა დაათვალიეროთ ასევე თქვენი ახალგაზრდები გამოვხსნათ რომელიც შეისწავლიან ხელოვნებას ამ ხეზეკვეთის ხელოვნებას ეხლა ჩვენ ავალთ ზემოთ სადაც უშუალოდ მიმდინარეობს კვეთა ახალ ერთ-ერთ საქართველოს ერთ-ერთ კუთხეზე დაიწყეს ახალი მუშაობა და აი იმას დავათვალიერებთ ასევე შეგირდებს ახალ მოსწავლეებს როგორ ასწავლიან აი ამ ხელოვნებას აი მაგას ვნახავთ ახლა ჩვენ ზემოთ აი ეს ადგილი არის კომპანია კასტას სამუშაო გარემო კომპანიის სადაც შეგირდები და მათი მასწავლებლები პროფესიონალი ადამიანები ერთად მუშაობენ და ქმნიან ქართულ ეროვნულ კულტურის ხელოვნების პროდუქტებს ადგილობრივი წარმოებით. თავისი ფანტაზიით, თავისი შემოქმედებით აი ჩვენ ვნახავთ ახლა დეტალურად ყველა შრომელი როგორც შეგირდი, ასევე პირველ რიგში მათი მასწავლებელი, როგორც თავისი ფანტაზიით რაღაცას ქმნის. ჩვენ ვნახავთ პროფესიონალ ნამუშევრებსაც და ჩვენ ვნახავთ დამწყები ხელოვანების ნამუშევრებსაც. ამ მონაკვეთში ხდება მინაზე მუშაობა. ფერადი მინის დამუშავება, სადაც წინასწარ ეხაზება ესკიზი, შემდეგ აი ამ ფერადი მინის ჭრა ხდება იმ სპეციალურ მოწყობილობაზე, მოჭრილ მინის ფრაგმენტებს ესკიზზე შესაბამისი ზომებით
დაალაგებენ, ირგვლივ ამ მინას სპილენძის ფოლგით შემოღებავენ, შემდეგ მჟავისა და კალის გამოყენებით ხდება მისი შეერთება და საბოლოო ჯამში მთლიანი გამოსახულების მიღება. აქეთ მეორე მხარეს ხდება ხეზე მუშაობა, ოღონდ ეს არის ისტორიული შინაარსის მქონე გამოსახულების, ასეთ გამოსახულებათა ერთიანობის მოცემულობა, რაზეც რომ დავიწყოთ, ეს მხარე არის ჯერ მუშაობის პროცესის პირველ ეტაპზე, დახაზული და დაწყებულია ამოკვეთა. აქ უკვე მეორე ეტაპზეა გადასული, პირველი კვეთის შემდეგ ხედავთ ხელახლა დახაზულ მონაკვეთებს, სადაც დამატებითი შტრიხების ამოღება ხდება. აქ როგორც აგვიხსნეს, ვარძია მოცემული, ბატონი გიორგი არის ერთ-ერთი ამ საქმის პროფესიონალი, რომელიც ამ საქმეს აკეთებს. და ეს არის უკვე მესხეთის სამცხე-ჯავახეთის მოღვაწეთა გამოსახულებები ბარელიეფის სახით მოცემული და მათ უკან ფონად გასდევს სამცხე-ჯავახეთის ისტორიული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი, რომელიც მთლიანობაში ასახავს ძალიან ლამაზ მოცემულობას. ეს დაახლოებით 3 მეტრია ამ ბარელიეფის სიგრძე და 9 მეტრია მისი სიგანე დაახლოებით. ამ ბარელიეფზე ახლა მუშაობენ პროფესიონალი მასწავლებლები, რომლებიც ამავდროულად ასწავლიან შეგირდებს, აი შეგირდების განყოფილება არის აქეთი ეს სამი კარგი მაგიდა, სადაც მუშაობენ და ის საინტერესო დამწყები ხელოვანების ნამუშევრები გვაქვს მოცემული. ხედავთ როგორ ეს მათი ფანტაზიით ხდება, თუ ჯერ მასწავლებლები აძლევენ მათ მითითებებს როგორ იმუშავოს. ქართული ორნამენტები. ქართული ორნამენტების კეთება. ესე იგი, ეს ორნამენტები შემდეგ გამოსადეგი ხდება აი პროფესიონალურ ნამუშევრებში, როდესაც ესენი ჩამოყალიბდებიან პროფესიონალებად, მათი ხელობის ხარისხი გაიზრდება და უკვე შეეძლებათ ისეთი მაღალღირებულების პროდუქტი შექმნა, როგორიც არის წეღავნახეთ ისტორიული გაყოფილება. აი ნახოთ, როგორი მაღალი ხარისხის ნამუშევარია ჩვენი შეგირდების აი ამ კომპანიის მოსწავლეების. კიდევ ერთ განახეთ, აი ეს უკვე წარმოიდგინეთ, ეს არის შეგირდების მოსწავლეების მიერ გაკეთებული. აი არ ვიცი რამდენად კარგად ჩანს ეკრანზე, მაგრამ უშუალოდ საკუთარი თვალით რომ ნახოთ, ეს არის ძალიან მოსწავლის სკოლებაზე ძალიან მაგარ ხარისხით შესრულებული. აი აქ ეს მიმდინარე სამუშაო დაფა როგორც ჩანს, ნაწილობრივ გაკეთებულია, გვერდები ძალიან ლამაზად არის ამოყვანილი და აქ როგორც ჩანს, კიდევ რაღაც აქვს გასაკეთებელი. ეს არის ძირი მხარე, შეიძლება უკვე რაღაცა იყოს და გარდა ამისა, სხვა ქვაზეც მუშაობენ, ქვის მასალებზე მუშაობენ, როგორც ვთქვი, თაბაშირითაც მუშაობენ, ხო? თაბაშირით ეს რამაც თაბაშირი არის? ეს თაბაშირი არის, რომ მოსწავლებლად მოსავლებს, როგორ აღიქვამს, როგორ ხატავს და ეს არის წარმოადგენილი, ეს დახატავს კი. და გვაქვს ძალიან ბევრი ნახატები გვაქვს, აი რამდენი ნახატები გვაქვს. კაი, მაშინ ეს ნაწილი ეს მისი ნამუშევრებია, მოდი ეს მოსავლეები. ეს არის მინაზე ნამუშევარი. შედეგად მიღებულია ესეთი საინტერესო ღამის სანახი. და თუ ვინმე არ სწავლობს, აი ამით ცევს.
აი ესეთი ლამაზი ფანჯრები, რომელიც გამოსადეგარია სახლებისთვის, შენობის ინტერიერის შიდა სივრცეებისთვის და კომერციულადაც მომგებიანი შეიძლება იყოს. ამ სივრცეში შეგირდებისთვის წაიკითხავენ ლექციებს. სპეციალური სივრცეა გამოყოფილი, სადაც თეორიული სწავლება მოხდება. ჩვენი ერთ-ერთი მოსწავლე იყო, შემდგომ უკვე ასწავლის ლაშა ხარაძე, რომელმაც ჩაიფიქრა, რომ ჭადრაკის მაგიდა გავიკეთები და ერთობლივად დეკორი შევქმნით, მოვიფიქრეთ, აქ უფლისციხეც არის მოცემულობაში ნაჩვენები და ის ქართული ვაზის ორნამენტები, რაც შეესადაგება ქართულ ხმობას და ქართულ მენტალიტეტს, რა თქმა უნდა. Ну, რაც გამოვიდა, აი, რომელი რა არის, რო ვთქვათ რა? აი, ეს უფლისციხე არის, ამოქარგული, უფლისციხე, ბურის რაიონში, ბურის რაიონში, ხო? და ეს ქართული ვაზის ორნამენტები არის მოცემულობაში. შეასრულა ლაშა ხარაძე. Აქედან გორის ციხე არის. ეს ეს რა მოხდა? აქეთ ამ ხარეს არის გორის ციხე ეს. Ei, das haben wir gar nicht. ალბათ ყველაზე ძნელი გამიხატა რაც ფულია და გავაკეთებოდა. მე ვთხარი, კაი, დაგიხატა მეთქი და